Money in the Bank-ის ღონისძიება ნელ-ნელა მოგვიახლოვდა. უპრიანი იქნება თუ ვისაუბრებთ შოუ შექმნის ისტორიაზე და მისი გამორჩეული მატჩის კონცეფციაზე. კიბის მატჩი, სადაც 5-დან 10 რესლერამდე იღებს მონაწილეობას. მათი მიზანია კიბეების დახმარებით რინგიდან 6 მეტრის სიმაღლეზე ჩამოკიდებული кейსი მოხსნან. რითიც უკვე ეძლევათ შანსი ნებისმიერ დროს ნებისმიერ ადგილას ერთი კალენდარული წლის მანძილზე მოითხოვონ სატიტულო ბრძოლა. ამ кейსის მფლობელებს ზედმეტსახელად Mr. და Mrs. Money in the Bank-ადაც მოიხსენიებენ. როგორ შეიქმნა Money in the Bank-ის მატჩი? მისი შექმნის იდეა რეალურადაც და სცენარულადაც უკავშირდება Chris Jericho-ს. რეალობაში Chris-მა და WWE-ის სცენარისტმა Brian Gewirtzმა ეს ერთად მოიფიქრეს. იმ წელს WrestleMania-ს გარეთ რამდენიმე კარგი რესლერი რჩებოდა. მათ შოუში მონაწილეობა რომ მიეღოთ და თან მაყურებლისთვისაც საინტერესო გამოსულიყო, მოიფიქრეს კიბის მატჩის ჩატარება, სადაც ჰაერში სატიტულო ბრძოლის კონტრაქტი ფურცლის სახით ჩამოიკიდებოდა. მატჩის სახელწოდება და ყოველწლიურად ამ ბრძოლის ჩატარებაც მათი მოფიქრებულია. როდესაც ვინს მიკმენმა ეს იდეა მოისმინა, მისი კონცეფცია მოეწონა, მაგრამ ჰაერში ჩამოკიდებული ფურცელი მისთვის სოლიდურად არ გამოიყურებოდა. მიკმენმა ამ იდეას გარდამტეხი დეტალი შემატა. кейსი, სადაც მოთავსდებოდა კონტრაქტი, მისი ტარებაც პრესტიჟული იქნებოდა, საჭიროების შემთხვევაში ბრძოლაშიც გამოდგებოდა და ყველაზე მთავარი, მისი რეპლიკების გაყიდვით კომპანიაც იხეირებდა. ახლა ვნახოთ ეს ამბავი სცენარის მიხედვით. 2005 წლის 7 მარტის რავის ეპიზოდში ჯერიქომ რავის გენერალურ მენეჯერს ერიკ ბიშოპს ეს საინტერესო იდეა წარუდგინა. ერიკს რა თქმა უნდა მოეწონა და WrestleMania 21-ზე პირველი Money in the Bank-ის მატჩი ჩანიშნა. Edge-ს ამ მატჩში მონაწილეობა არ სურდა, რადგან ტრავმიდან ახალი დაბრუნებული იყო და ასეთ ბრძოლაში ჩართვა სარისკო იქნებოდა. საბედნიეროდ ის დაითანხმეს და ისტორიაში პირველი Money in the Bank-ის გამარჯვებული სწორედ Edge გახდა. 10 თვის განმავლობაში ის кейსს ყველგან დაატარებდა და შიგნით პირად ნივთებს ალაგებდა. მომავალში ეს პრაქტიკა სხვა გამარჯვებულებმაც გაიმეორეს. 2006 წლის New Year's Revolution-ის pay-per-view-ზე, როდესაც 5 ოპონენტის წინააღმდეგ ჯონ სინამ შეძლო WWE-ის ტიტულის შენარჩუნება, ვინს მიკმენი გამოდის და აცხადებს, რომ WrestleMania-ზე მოპოვებული კონტრაქტის გამოყენება ამ მომენტში მოხდებოდა. შემდეგ ვხედავთ Edge-ს ლიტასთან ერთად. ვინსმა გადაიბარა кейსი და დაიწყო მატჩი. დაღლილი დასისხლიანებული სინა ახერხებს პირველ სფიერს გაუძლოს, მაგრამ Edge-ის მეორე მცდელობა უკვე წარმატებული გამოდგა და მან შეძლო ქამრის მოპოვება. 2010 წლამდე Money in the Bank-ის кейსი ექსკლუზიურად რავის ბრენდს ეკუთვნოდა. WrestleMania 26-ზე Jack Swagger-მა ამ ბრძოლაში გამარჯვება მოიპოვა. მომდევნო რავზე WWE-ის ჩემპიონ ჯონ სინას თავს დაესხა, მაგრამ კონტრაქტის გამოყენება გადაიფიქრა. სამაგიეროდ SmackDown-ზე, როდესაც Edge World Heavyweight Champion Chris Jericho-ს უსწორდებოდა, Jack-მა ისარგებლა ამ მომენტით და მსოფლიო ტიტული მოიპოვა. 2010 წლის 18 ივლისს Money in the Bank-ს უკვე ცალკე ღონისძიება დაეთმო, სადაც რეგულარულ მატჩებთან ერთად გათამაშდა ორი კონტრაქტი, კომპანიის ორი მთავარი ბრენდისთვის. ამ ეტაპზე მხოლოდ კაცებს შორის. ამასთან ერთად არჩევანის თავისუფლება შეიზღუდა და რავის წითელი кейსის მფლობელი მხოლოდ WWE-ის ტიტულისთვის მატჩს ჩანიშნავდა. შესაბამისად, SmackDown-ის ლურჯი кейსის მფლობელი მხოლოდ World Heavyweight-ის ქამრისთვის. 2013 წელს კომპანიის ორი პრესტიჟული ტიტული გაერთიანდა და მომდევნო 3 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთი кейსი თამაშდებოდა. 2017 წელს ჩატარდა პირველი ქალთა Money in the Bank-ის მატჩი, რომლის გამარჯვებულიც James Ellsworth-ის დახმარებით კარმელა გახდა. ჯეიმსმა кейსი თავად მოხსნა და კარმელას გადაუგდო. ამის გამო SmackDown-ის მენეჯერმა დენიელ ბრაიანმა кейსისთვის რემატჩი ჩანიშნა. მიუხედავად ამისა, კარმელა მაინც მოახერხა კონტრაქტის შენარჩუნება. რეკორდული 287 დღიანი ფლობის შემდეგ, როგორც იქნა მან კონტრაქტი გამოიყენა და SmackDown-ის ქალთა ჩემპიონის ტიტული Charlotte Flair-ს წაართვა. ამ წელს кейსისთვის მატჩი კაცებს შორისაც გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ რავმა ახალი Universal კამარი წარადგინა და WWE-ის ტიტული SmackDown-ის ბრენდს დარჩა, გამარჯვებულ Baron Corbin-ს არჩევანის გაკეთება მაინც არ შეეძლო. ეს დღემდე ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც ორივე кейსი SmackDown-ის ბრენდისთვის იყო განკუთვნილი. 2018 წლიდან უკვე ორივე შოუს რესლერები იღებდნენ Money in the Bank-ის მატჩებში მონაწილეობას.
2019-დან კი გამარჯვებულებს არჩევანის საშუალება დაუბრუნდათ და მათი გადასაწყვეტი გახდა თუ რომელ შოუს მთავარ ტიტულზე გამოიყენებდნენ კონტრაქტს. 2020 წელს პანდემიის გამო Money in the Bank-ის ღონისძიება უჩვეულო ფორმატში ჩატარდა. მოქმედება მიმდინარეობდა WWE-ის სათაო ოფისში, ქალაქ სტენფორდში. ქალების და კაცების მატჩი ერთდროულად გაიმართა. მონაწილეები პირველ სართულზე შეიკრიბნენ. кейსები კი შენობის სახურავზე განთავსდა. რესლერები ერთმანეთში დაპირისპირების გარდა ცდილობდნენ სართულები რაც შეიძლება მალე გაევლოთ და მისულიყვნენ დანიშნულების ადგილას. ეს ნაკლებად იყო ბრძოლა. უმეტესი ნაწილი უფრო გასართობდა კომედიურ სეგმენტებს დაეთმო. სახურავზე მოწყობილ რინგზე პირველი ქალების დაპირისპირება ვიხილეთ. როდესაც ასკა კონტრაქტის მოხსნას ცდილობდა, რატომღაც ბერენ კორბინი მას ხელს უშლიდა, რის გამოც ასკა მის კიბიდან მოისროლა. შემდეგ კი თავისუფლად აიღო Money in the Bank-ის кейსი. გასარკვევი მხოლოდ ის დარჩა, თუ ვინ მოიგებდა კაცებისთვის განკუთვნილ კონტრაქტს. AJ Styles-მა და ბერენ კორბინმა кейსი ერთდროულად ჩამოხსნეს. ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ ორივე кейსზე კონტროლი დაკარგა და იქვე მყოფმა ოვთისმა კონტრაქტი ხელში დაიჭირა, რითიც გამარჯვებული გახდა. ორივე კონტრაქტის გარშემო უჩვეულო სცენარი განვითარდა. მომდევნო შოუზე რავის ქალთა ჩემპიონმა ბეკი ლენჩმა გამოაცხადა, რომ ის ორსულად იყო. кейსის შიგნით კი კონტრაქტის ნაცვლად მისი ტიტული იდო. ასკა დამატებითი ბრძოლის გარეშე გახდა ჩემპიონი. ოვთისის შემთხვევა წარუმატებლად დასრულდა. SmackDown-ის ერთ-ერთ ეპიზოდში ის და Universal ჩემპიონი Braun Strowman-ი ზემის და ჯონ მორისონის წინააღმდეგ tag-team მატჩში მონაწილეობდნენ. გამარჯვების შემდეგ მისალოცად გამოსული Mandy Rose ოვტის ანიშნებს, რომ კონტრაქტი გამოიყენოს. Strowman-ი მიუხვდება მათ ჩანაფიქრს, რის გამოც ოვტისი ამ მოქმედებას ხუმრობად შეფუთავს. ამის შემდეგ სიუჟეტი ისე განვითარდება, რომ ოვთის кейსის დასაცავად ზემიზის წინააღმდეგ დაპირისპირება მოუწევს, სადაც მარცხდება და კარგავს კონტრაქტს. მსგავსი ფაქტი 2007 წელსაც დაფიქსირდა. მისტერ კენედიმ მოგებული кейსი ეჯთან მატჩში დაკარგა. 2021 წელს ყველაფერი ჩოულ რეჟიმს დაუბრუნდა და ბრძოლები ისევ დარბაზში გაიმართა. 2022 წელს კიდევ ერთი სიახლე ვიხილეთ, რომელიც უკავშირდება Austin Theory-ს. კონტრაქტის მოპოვების შემდეგ ვიხილეთ მისი წარუმატებელი მცდელობები. Clash at the Castle-ზე Tyson Fury-ს დარტყმის და SummerSlam-ზე Brock Lesnar-ის F5-ის გამო საქმე კონტრაქტის გამოყენებამდეც არ მისულა. 2022 წლის 7 ნოემბრის რავზე ასტინმა кейსი გამოიყენა, მაგრამ ეს ისტორიაში პირველად United States-ის ტიტულისთვის Seth Rollins-ის წინააღმდეგ გააკეთა. დადებითი ამაში მხოლოდ ის იყო, რომ მან შეძლო და როგორც იქნა ამდენი წვალების შემდეგ კონტრაქტით სატიტულო მატჩი დანიშნა. საბოლოოდ Seth-მა ეს ბრძოლა მოიგო და Austin Theory-მ кейსისგან ვერანაირი სარგებელი ვერ მიიღო. ამ დღიდან მოყოლებული ყველა გამარჯვებულს შეუძლია ნებისმიერ ტიტულზე მოითხოვოს ბრძოლა, მაგრამ არ მესმის რატომ უნდა გაფლანგო ეს შანსი რანგით დაბალი დონის ქამრებზე, თუ რა თქმა უნდა ასტინი არ ხარ. მის დასამშვიდებლად შემიძლია ვთქვა, რომ ის არ აღმოჩნდა არც პირველი და არც უკანასკნელი რესლერი, ვინც ტიტულის მოგება კონტრაქტით ჩანიშნულ ბრძოლაში ვერ შეძლო. ეს წარუმატებელი სია გახსნა ჯონ სინამ. რავის მე-1000 საიუბილეო ეპიზოდზე წინასწარ დაანონსებული მატჩით, მასსა და WWE-ის ჩემპიონ CM Punk შორის. ბრძოლის დროს ჯონს თავს Big Show დაესხა. წესების მიხედვით ბრძოლა შეწყდა და CM Punk-მა ქამარი შეინარჩუნა. შემდგომში სინას მიემატა Damien Sandow, Baron Corbin, Braun Strowman, Austin Theory. წინა წელს მათ Drew McIntyre-ით შეუერთდა. ქალები ამ მხრივ 100%-იან შედეგს ინარჩუნებენ. რვავე მისის Money in the Bank-მა შეძლო სასურველი ქამრის მოპოვება. როდესაც ვსაუბრობთ Money in the Bank-ის кейსზე და მის გამოყენებაზე, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ამის საუკეთესო მაგალითი. WrestleMania 31 მატჩი Brock Lesnar-სა და Roman Reigns შორის WWE-ის World Heavyweight-ის ტიტულისთვის. ორივე მონაწილე რინგზე სულს ღაფავს. Seth Rollins-ი кейსით ხელში გამორბის და მატჩი კონტრაქტის საფუძველზე ერთვება. ბროქსზე მოძრაობა კურბსტომფის შესრულების შემდეგ როლენსი ისევ ცდილობს ამის გამეორებას, რა დროსაც ლესნერი მის დაჭერას ახერხებს. არსაიდა რეინსის ფიერით მას ეტაკება, სეფი კურბსტომფს ახლა უკვე რომენზე იყენებს და რესლინგის მთავარ შოუზე ჩემპიონი ხდება. როლენსის ამ მოქმედებას რესლინგის სამყაროს ზედმეტსახელად საუკუნის ქურდობად მოიხსენიებს.
ვიდეოს განმავლობაში ალბათ გაგიჩნდებოდა კითხვა თუ ვინ მოიპოვა ყველაზე მეჯერ Money in the Bank-ის кейსი. სტანდარტული გზით ამის გაკეთება CM Punk-მა შეძლო, თან ზედიზედ, WrestleMania 24-ზე და 25-ზე. ორივე კონტრაქტი მან წარმატებით გამოიყენა. ასევე ორჯერ кейსი მოპოვებული აქვთ Edge-ს და The-Miz-ს. პირველი კონტრაქტები მათ კიბის მატჩში მოიგეს, ხოლო მეორე უკვე ჩვეულებრივ ერთ-ერთზე დაპირისპირებაში. ორივე მათგანმაც მოპოვებული კონტრაქტები ტიტულებად აქცია. აქვე სახსენებელია კარმელას შემთხვევა. მან ერთი კონტრაქტი რემატჩის გამო ორჯერ მოიგო. საინტერესო ასევე თუ ვინ ფლობდა ყველაზე დიდი და პატარა დროით ამ кейსს. როგორც უკვე ვთქვი, კარმელა 287 დღის მანძილზე ინარჩუნებდა კონტრაქტს, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. მის შემდეგ მოდის Damian Priest-ი 291 და Edge 280 დღით. Kane კი ყველაზე ნაკლები დროით 59 წუთით სიის ბოლოშია. ასევე მან და Kofi Kingston-მა ყველაზე მეჯერ 7-ჯერ მოახერხეს კონტრაქტისთვის მატჩში მონაწილეობა. Kane-ისგან განსხვავებით Kofi-მ кейსის მოპოვება ვერცერთ ცდაზე ვერ შეძლო. მატჩებში მონაწილეების რაოდენობა უმეტესწილად 6-დან 8 რესლერამდე აღწევს. ყველაზე მეტი 10 მონაწილე WrestleMania 26-ის მატჩში ვიხილეთ. ყველაზე ცოტა 5 მონაწილე კი 2012 წლის კაცების და 2017 წლის ქალების სადებიუტო კიბის მატჩში. Money in the Bank-ის მსგავსი მოდელები რესლინგის სხვა ორგანიზაციებშიც გვხვდება და მომავალში ამის შესახებაც თუ გსურს ვიდეოს ხილვა შეგიძლია დამიკომენტარო.